უკრაინამ დროებით ოკუპირებული ყირიმის საკის სამხედრო აეროდრომზე დრონებით იერიში მიიტანა. შედეგად განადგურებულია 1 და დაზიანებულია 4 რუსული სამხედრო თვითმფრინავი. დაიბომბა საავიაციო იარაღის საწყობიც. ოპერაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა. საკის აეროდრომის შავ ზღვაში რუსული ოპერაციების საკვანძო საჰაერო ბაზაა. უკრაინულმა დრონებმა რუსეთში ვოლგოგრადის ოლქში რკინიგზის სადგური დაბომბეს. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და გაჩნდა ხანძარი. რამდენიმე რეგიონში შეიზღუდა სარკინიგზო გადაადგილება და დაიხურა ვოლგოგრადის აეროპორტიც. ყურადღებით დავაკვირდებით მზია ამაღლობელის განაჩენს და გამოვაქვეყნებთ ანგარიშს. განცხადებას ამის შესახებ კლუნების ფონდი ავრცელებს. ფონდი მზია ამაღლობელის საქმეს მონიტორინგს რამდენიმე თვე აუწევს. მათი შეფასებით შემაშფოთებელია თუ როგორ წარიმართა პროცესი. მზია ამაღლობელის განაჩენი 6 აგვისტოს გამოცხადდება. იემენთან ახლოს მიგრანტების ნავი ჩაიძირა, დაღუპულია 68 ადამიანი. BBC-ს ინფორმაციით გემზე 157 მიგრანტი იმყოფებოდა, 12 გადაარჩინეს, ნაწილი კი დაკარგულად ითვლება. საერთაშორისო მიგრანტთა ორგანიზაციის ოფისის ცნობით დაღუპულთა უმეტესობა ეთიოპიიდანაა. მოლდოვის ენერგეტიკის მარეგულირებელმა გაზპრომის შვილობილ კომპანიებს ქვეყანაში გაზის მიწოდების ლიცენზია ჩამოართვა. მოლდოვაში გაზით მომარაგების ფუნქცია 1 სექტემბრიდან მთლიანად სახელმწიფო კომპანია ენერგოკოპს გადაეცემა.